დილა მშვიდობის გაგავებოთ, მაქვს სველი. თამაზე რა გაშრობა და თავისით შეშრება ისე ცხელა, მოკლედ უკავსიო რა ყოველ დღე საჭიროა რომ წყალი გადაივლო. ძალიან ცხელა. ღამეც შეეტყო უკვე დაცხა. თქვენ როგორ ხართ ჩემო სიხარულებო? მოგიკითხავთ ყველას. ხო და ის არის რა ქვია. ეხლა არ ვაპირებ რომ მე ყოველ დღე თავი დავიცველო ხოლმე. თავი არა. იმიტომ რომ მე მაინც ფენი ცოტა ხო გჭირდება რომ ფორმაში მოიყვანო და დაიწვება ესეთმა სავარცხლითაც კი. ყოველ დღე მე არ ვიშობ. ანუ ყოველ დღე არ ვიბად მას. რაც შეიძლება პირიქით მინდა თმა შევაჩვიო, რომ 4 დღეში ერთხელ იყოს დასაბანი. ეხლა ნოტიო მაქვს. 4 დღეში ერთხელ იყოს დასაბანი, 5 დღეში თუ 5 დღე თუ გაზძლებს, მაგას არაფერი არ ჯობია, მაგრამ ჯერჯერობით ვერა, 3 დღეში ერთხელ ვიბად. ყოველ მესამე დღეს ვიბად მას, იმიტომ რომ უკვე ისია ხოლმე რომ დასაბანია. ხო. ასე რომ ყოველ დღე მის დაბანა კარგი არ არის გოგო. იყოს, მაგარი ყავა დავლიოთ. მაგარი რომ მოვიდეთ განწყობაზე, დღის განწყობა შეგვიქმნას. ეხლა რომელ ჭიქაში? თავარი ეგარი ჭიქა ავარჩიოთ. აი ეს იყოს. ესენი გავაკრიალე, ისე მიყვარს ესენი გოგოები. ძალიან ლამაზებია, თებში გაიგზარა და გატყდა დიდი რო იყო. მაგრამ არ გადამიგდია. მე ქოთანს გავაკეთებ, მაგითი გავაფორმებ გარედან. ამიტომ არ გადავაგდე. ბანანი. ეს შეიძლება ახლა მოგწიოთ, მაგრამ მე თავი აღარ მიჩანს, მეჭრება. არ გოგდეს ერთი შვენიერი ცხელი დღეა დღესაც. ესეთი დღე მოდის. დღეს არის, მე მგონი ბავშვთა დაცვის დღე, ხო? გილოცავთ ყველას. ბავშვებო. ბავშვობას არ ვიცი, აი არაფერი არ ჯობია მართლა. ბავშვობა რომ ახსენდება ხოლმე, ძალიან კარგია. გაეხლა უკეთესი ბავშვობა გაქვთ თქვენ. მათეს რომ უყურებ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ რთული დრო არის, ჩვენ დროსაც არ იყო ადვილი, შუქიც კი არ გქონდა ხოლმე ჩვენ. მაინც წამომიდუღდება ხოლმე, მაინც წამომიდუღდა. წავედით და წავედით იქით. მათესაც უნდა ეს. მათე,
მიდი ესანთი მომიდანი, ეგ იქათ უსტეთი. ჩემს ათლები უნდა ავანთო დედი. ესე გავლამაზდეთ. მოვიმყუდროთ. და თქვენი კომენტარები აღარ წამიკითხია რამდენიმე დღეა. და ვნახოთ ახლა. წარმატებები უთბილესო ადამიანო. ხათუნა მომწერა, დიდი მადლობა ხათუნა. ჯან ახლა როგორ იკვებები ისევ არჭა არაფერსო? არაფერს რა ვიცი რას ნიშნავს. ალბათ გულისხმობ ტკბილეულს და ცომეულს. ცომეულს ფაქტიურად არ ვჭამ. სამიქრო. სინათლე დასატენია. რა უშავს. ბილეულს სუჭა. ოღონდ რა თქმა უნდა იმდენს არა რამდენსაც ვჭამდი. დავდიო თორე გამიცივდება და არ მიყვარს მეცივი ყავა. მე მიყვარს ცხელი. რაც შეეხება ცომეულს, პური დიდად სახში არავის არ უყვარს. და მეც საერთოდ ძალიან რთულ საჭმელია რა პური, ფიქრობ. და მე საერთოდ აღარ მიყვარს ცომეული. რაც წონა დავიკევი გოგოებო, მას შემდეგ ცომეული არის ჩემგან სააშოს. ფაქტიურად არ ვჭამ. პურსაც კი. გუში მაგალითად პური მე არ ვჭამია. Debería. ხავცივდი მე. აღებთ ხოლმე, სადაც ვწევართ და ესეც ღია იყო და სკვაზნიაკი იყო და შემცივდა. გუშინწი. დანარჩენი გოგოებო ყველაფერს ვჭამე. სახში, რასაც ვაკეთებ საჭმეს. როცა მომშივა და რამდენიც მინდა იმენს. პურის გარეშე. და რამდენი მინდა ხოლმე? ძალიან ცოტა. აი ამდენი. უჭი პატარავდება ოპერაციის გარეშეც.
არის საჭირო ოპერაციები. თუ შეგიძლია რომ შენი თავი ხელში აიყვანო. ისედაც შეგიძლია დაიკლო. ბანანით. მე ძალიან დილად დავიკედი წონაში. ბანანს ჭამდი სულ. არ მიწვარია. რაც სიმართლეა, უნდა ვთქვა, თან მუშაობდი, ვერთობოდი იქ და ვერთობოდი რა. სხვა რაღაცაზე რო გაკურატება, თორე ძალიან მძიმე სამუშაო. ჟანიკო ტკბილო, ბარაკა მოგწე სუფარმაო, ლეილა მომწერა. იხარეთ, მუდა მე კიდე დამღალეს. სახში ჩემემა ჟანა 10-15 კილო მოიმატეო, თან 10-15 კილო ლეი. 5 კი არა, 10-15 კილო. რა გამხდარი ხარო, კიდე 20 წლის ხوار ხარო. რა ვქნა? მივით მე ყველაფერს, არაფერს არ ვზღუდავ და ვერ ვიმატებ და რა ვქნა, ძალიან კაი. დიდი წონა რა საჭიროა. ცოტა მოვიმატე და მიხარია. ალბათ ჩიყვის ბრალია უნდა ვიმკურნალო აუცილებლად რომ მოვიცლი ჩემთვისო. აუცილებლად მოიცალე შენთვის. ახლა კიდე კარგი წავიკითხე ეს კომენტარი. რაც შეიძლება მალე ლეილა თუ ჩიყვის ბრალია წონის კრება, ეგ სახუმარო არ არის. ეგ არ არის სახუმარო, აუცილებლად მოიცალე, ძალიან არ გადადო. ერთი კვირა მეტი არ გადადო და თუ ხვალ ზეგ და მაზეგ აი ამ 3 დღეში მოაგვარებ, უფრო უკეთესი. აუცილებლად. არ გადადო. კი ჟანა ნამდვილად გიხდებაო, ზედმეტი წონა ნინო მომწერა, არავის არ ხდებაო. კი, არავის არ ხდება ზედმეტი წონა. მე მომწონს მიხდება ძალიან, კი. თან რაც კბილები გავიკეთე, ეს როყები ჩემივსო. გონიათ რომ მოვიმატე და არც 1 გრამი არ მაქვს მე მომატებული, ეს ჩავარდნილი მქონდა, ახლა კვეთებზე რო არ მქონდა კბილები და მაგიტო გამოვიყურებოდა ჩემი სახე ესე და ახლა შემევსო და ჩვეულებრივად მაგ სახეც. თან რაც დრო გავამით, უფრო უკეთესად იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან დიდი წონა დავიკედი, აი ისეთი სიტუაცია არ მაქვს არც ტანზე, არც ფეხზე, არც არსად, სხეულის არც ერთ ნაწილზე, რომ აი საჭირო იყოს ქირურგიული ჩარევა. იმიტომ რომ მე ყოველთვის ვიმატებდი ხოლმე და ვიკლებდი, ვიკლებდი. რო გავთხოვდი კი ვიყავი მაშინ. რამდენი კილო იცით? 60, არა 58 მე მგონი. მაგრამ აი 58 კილო ჩემთვის არის გოგოებო, ეხლა 60 ვარ, მოვიმატე 2 კილო. შერშან ვიყავი 58 კილო. ჩემთვის არის კატასტროფულად უკვე აი ძალიან გამხდარი რო ვარ რა. ძალიან გამხდარი რო ვარ სახეზეც, ტანზეც ყველგან. ეგ არის ხოლმე უკვე მინიმუმი არ ვიცი წონისა. მაგაზე დაბალავ ჩემთვის უკვე ძალიან ის არის რა, აი ძალიან გამხდარი ვიქნები. 58-ს რო ჩამოვწდე. ხო და 60 კილო რა ვიცი მე მომწონს. 2-3 კილო რომ მოვიმატო, აიტანს კიდე ჩემი სიმაღლე მაგასაც. გამიკვირდა 1.67 რო
გამზომმა ექიმმა. ახლა ხან მიყავი და თამუნა მომწერა საჭმეზე ფიქმა ძალიან დამღალეჟანა. მეთქი პამიდრის ზაკიტრის სეზონზე უფრო გამიმარტივდება, მაგრამ არა, მე სულ სამზარეულოში ვარ, ალბათ ყველა დიასახლისის მეტი დრო სამზარეულოა. შენ კი ჟანა ჩემ სამზარეულოში ხარ ჩართული და გისმე ხოლმე შენთან ერთად ფუსფუსებ მე თამუნა როგორ მიყვარხარ გაკოცე ჩემო კარგო. კიტრი და პამინდორი ჯერ ასე არ წვიყულობ რა, ძალიან ისე ყოველდღიურად, იმიტომ რომ მინდა რომ ჩაუწიე მათე რა, აღარ მოგაქციე ყურადღება, წივილი ისმის ხოლმე ჩემ ვიდეოში მე. მინდა რომ კარგად შემოვიდეს ჯერ კიტრი და პამინდორი და მე გადავაიმნეთ კიტრი, პამინდორი, ყვები. ან კარტოფის მოხარშა, მაგრამ სადილი თუ არ არის ჩემთან სამი კაცი. ჯამი კაცი მყავს, ესეც კაცია უკვე. დედას ცხოვრება. დავაგულოთ კომენტარები არ გამორჩის. ძალიან საინტერესოა გიას საუბარი, არ ბეზრდება არასდროს განსაკუთრებით ბიბლიიდან, რომ საუბრობ, ძალიან კარგები ხართ ღმერთმა და გლოცოთო ზერმა მომწერა, მადლობა ზერმა. ლეილა ბჟანიკო გიორგი იხარეთ და იდღე გრძელეთ საინტერესოა. ხო, მეც მიყვარს ესეთ თემებზე საუბარი სულიერობაზე. მე ამითი ვცხოვრობ. გოგო, ეს მახარებს. ყოველდღიურად თუ კი რაიმე სიხარულს ხედავთ, ეს მადიდან მოდის. არასდროს არ მავიწყდება იმედი მაქვს. სიყვარული მაქვს გულში. ყოველდღე მახსოვს ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, რომ უნდა მივუტევოთ, ვაპატიოთ, გვიყვარდეს. სულის ნაყოფები, სიმშვიდე, სიყვარული, სულგრძელობა, თანადგომა, ეს ყველაფერი სულ მახსოვს. და ვცდილობ, რა თქმა უნდა, ეხლა სრულყოფილად არ გამომდის. ადამიანი ვარ, მე რა რო ვიცი და წაკითხული მაქვს. ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო ყოველდღიურობაში. მახსოვდეს, არავის ვაწყენო. ვცდილობ. ეს დიდი რამეა. ვცდილობ, ეს დიდი რამეა, თორე რა თქმა უნდა ჩვენ სრულყოფილად არ გამოგვივა. ეს წონაზეც ვილაპარაკეთ. ხო, ანუ ყველაფერს ჭამრას ვაკეთებ, გოგოებო. უბრალოდ იმედენად მიეჩვია ჩემი კუჭი ნორმას, თავისი იცის უკვე, თავისი რაც არის თავის ნორმა და იმას რომ მიაღწევს ხოლმე, ანუ თავიდან ძალიან გემრიელად ვჭამ ხოლმე რა და გძნობ, აი გზამფროდის უნდა გავჭერთ. ვეღარ ვჭამ. მურჩა, ისეთი საინტერესოა ეს, რომ არ ვიცი, ძალიან სწრაფად მივედი მე აქამდე. არ გამჭირვებია. იმიტომ რომ ბევრს არც არასდროს არ ვჭამდი.
ერთი დაკლება მინდოდა წონისა გოგოები. არ ვიცი. ტკბილი მასუქებდა ძალიან. საჭმელს ავჭამდი მე. ალბათ ამიტომ არ გამიძნელდა. პური მიყვარდა და პურფუნთუშეული და საერთოდ აღარ მიყვარს ახლა. არ ვიცი რა მოხდა. ალბათ ეგ მასუქებდა და ტკბილი. ტკბილს არ ვიღებ საერთოდ, იმიტომ რომ ვერ ამოვიღებ ახლა სულ მთლიანად. დილით რასაც ვჭამ ხოლმე ეს არის. მთელი დღე მე აღარ ვჭამ. და ეს სასწაულია, რომ მე ჩემი ორგანიზმი მატყობინებს, რომ გეღობა. უკვე იმდენად მივეჩვიე, რომ იმდენს ვიღებ თეფშზე საჭმელს. ვიცი, აი ერთ ჩამჩას და მორჩა. ვიცი, რომეც ვერ შევჭამდა. ერთი ჩამჩა მაგ ჩემი, აი არ ვიცი, ზომა არის რა, რომ იტყვიანდა და ჩემმა მაჩუკა ეგ ჩამჩა ძველებული რკინის ჩამჩები რო არის. აი ეგეთი მაქვს, ერთი ჩამჩა აი ეგ საჭმელი მყოფნის. წვნიანი. და წვნიანს ვაკეთებ მე ყოველ დღე, ხო იცით თითქმის. თითქმის ყოველ დღე. გაკოცეთ, ძალიან მიყვარხართ ყველა. ეს ჩემი ძენები. ბიჭუელებს ვისმე. ასე მგონია, რომ უხდება ზაფხულს, ეტომაც არა. წავედი და საყიდლებზე ვარ წასასვლელი გოგოებო დროებით, მიყვარხართ.